კვირაცხოვლობის მადლი შეგეწიოთ, ჩემო კარგებო. ეს იგივე აღდგომის დღესასწაული არის. ეს არის დღე, როდესაც ურწმუნო თომამაც კი ირწმუნა ქრისტეს აღდგომა, როცა აღდგომიდან მერვე დღეს მაცხოვარი გამოეცხადა თავის მოწაფეებს და თომასაც არ წმუნა თავისი ღვთიური არსი. ჩვენ უნდა ვიცოდეთ ერთი რამ, მეგობრებო, ფარისევლური საჩვენებელი ქრისტიანობა ქრისტეს გმობის ტოლფასი არის, რადგან ქართველები ისტორიულად მებრძოლი ქრისტიანები ვიყავით. ჩვენ უბრალოდ მართლმადიდებლები კი არა ვართ, ჩვენ ვართ მებრძოლი მართლმადიდებლები. მთელი ჩვენი ისტორია, მთელი ჩვენი ცხოვრება ვიბრძოდით ქრისტეს ერთგულებისთვის, ქრისტესთვის. ამაში ახლა სადღეგრძელო და ისე არაფერი არ არის გადაჭარბებული. როცა ჩვენ ვლაპარაკობთ, რომ ქართველები ქრისტესთან ერთად ვეწამეთ გოლგოთას, ეს რეალურად ასე არის და არაფერი არ არის გადამეტებული, რადგან ჩვენი სარწმუნოებისათვის, ჩვენი თვითყოფადობისათვის გავიარეთ ის ჯოჯოხეთი, ეს ლამის 2000 წელი, რაც გავიარეთ, ხო? როცა ჩვენ წმინდანებად ყავს მეფეები და დედოფლები, რაც არავის არ აყავს ასე სარწმუნოებისთვის წამებულები ამდენთან. ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ ბუნებრივად ვართ ქრისტესთვის ერთგულები და ქრისტეს ხატად გაჩენილები, ხო? ამას ეს არ უნდა დავკარგოთ. ამის თქმა მინდა მე. ქრისტიანობა ჩვენთვის არის ბუნებრივი, ფილოსოფიური, რა ვიცი, იდეოლოგიური შიგთავსი. ქართველობა ნიშნავს ქრისტიანობას. არავის არ ვაყენებ შეურაცხყოფას ჩვენ მუსლიმ ძმებს, მაგრამ ასია, საქართველოს შექმნა და გადაარჩინა ქრისტიანულმა რწმენამ. ეს უნდა ვიცოდეთ და ამის ღირსნი უნდა ვიყოთ. რადგან დღეს ჩვენს ქრისტიანობას, ჩვენს ქართველობას, ჩვენ სახელმწიფოს, რა ვიცი, ჩვენ როგორც ერს ფიზიკურად გვემუქრება სიკვდილი. აი ამ რუსი ბორიას ხელში, აი ამ რუსი ეგზარქოსის ხელში, რომლის გაპატრიარქებად სურთ. და ამის წინააღმდეგ უნდა ვიბრძოლოთ. ეს არის ქრისტესთვის ბრძოლა. და ნებისმიერი ქართველი, რომელიც თავს ქრისტიანად მიიჩნევს და ხმას არ იმაღლებს რუსი ბორიას ქოძბანდის ანტიქრისტიანული, პირდაპირ ვიტყვი, სატანისტური ქმედებების გამო, ქართველი ხალხის ტერორის, ქართველი ხალხის მძევლად აყვანის, ქართველი ერის ეროვნულ უმცირესობად გადაქცევის, ქართველთას ჩანაცვლების, უცხოტომელების აი ამ პროგრამის განხორციელებით, თუ ამის წინააღმდეგ არ იბრძვი, არა ხარ ქრისტიანი კი არა, სატანისტი ხარ, როგორც ბორია. ამიტომ იცოდეთ, ქოც ქალებო და ქოცო კაცებო. თქვენ სექტანტები ხართ. როცა სატანისტ ბორიას, ამ მამონას უკმევთ გუნდროგს და უხრით ქეთს. და ვინც ამ სიბილწეს, ამ რუსულ ჯოჯოს ებრძვის, ის პატრიოტია, ის ქრისტიანობისთვის იბრძვის. შეიძლება ვერც აცნობიერებდეს, რომ ის ქრისტეს მსახური არის და ქრისტეს ერთგული ჯარისკაცი არის. რადგან ის ქრისტეს საქმეს აკეთებს. აი ასე. ვიცოდეთ ეს და კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ, რომ ვიყოთ ღირსნი, ვიწოდებოდეთ ქართველებად, ქრისტიანების დამცველებად, ქრისტეს ერთგულ არმიად. ამაში არის ჩვენი გადარჩენა. ევროპული გზა, ეს რა ვიცი, ლიბერალური ფასეულობები, ამისთვის არ ვიბრძვით ჩვენ ახლა. ჩვენ საქართველოს გადარჩენისთვის ვიბრძვით და საქართველო ევროპის ბუნებრივი ნაწილია. მეცაც გეტყვით ახლა, რა ვიცი, არ მინდა დიდი ლექციები გამომივიდეს. ჩვენით დაიწყო ევროპული ცივილიზაცია, ხო რა ვიცი. ზეზოაზა მზია, პირველი ევროპელები არიან მთელი მსოფლიოს აღიარებითაც, ხო ჩვენ არ მოგგონია
1,800,000 წლის წინანდელი თეთრი რასის ფუძემდებლები ვართ. ვისაც ემცხეთება ეს Google-ში ჩაწეროს ბლუბენბახი ქართველებზე და გამოუგდებს იქ უამრავ მასალას, რომ ჯერ კიდევ მე-18 საუკუნის ბოლოს გერმანელმა მეცნიერმა რასოლოგიის და ანთროპოლოგიის მამამ ბლუბენბახმა თეთრი რასის ფუძემდებლებად ქართველები გამოაცხადა და რატომ ამას ხარ ბევრი მტკიცება ამერიკელები თეთრ რასას კავკასიურ რასას დღემდე უწოდებენ, ხო? და კავკასიაში ერთადერთი ცივილიზაცია ქართული არის, ხო? იმიტომ რომ აზერბაიჯანელები რაღაც ახლად შეკოწიწებული ერია, სომხები კიდე ინდოევროპელები არიან და კავკასიასთან არავითარი კავშირი არ აქვთ. და რა ჩრდილოეთ კავკასიელ ტომებზე აღარაფერს არ ლაპარაკობ, ახლა ცივილიზაციისა მათი რა მოგახსენოთ. მიუხედავად დიდი პატივისცემა, მაგრამ არა აქვთ არც სახელმწიფოევრობა, მით უმეტეს არც ცივილიზაცია. აღარ ჩაუღრმავდეთ ამას. კვირაცხოვლობაზე ვლაპარაკობდით და ამას მოვაყოლეს ისტორიული ექსკურსიც, აი ეს დეგენერატი კლინიკური იდიოტი კობახიძე რო გამოვიდა რამდენიმე დღის წინ ანტალიაში, თურქეთში, საერთაშორისო ფორუმზე და რო დააბრეხა 23 საუკუნის ხალხი ვართო ჩვენაოერიო და 23 საუკუნის როგორ ახარ იმბეცილო მარტო 80 საუკუნის წინ ღვინოს წურავდი, როცა 2 საუკუნის მერე ეგვიპტელებმა დაიწყეს მხოლოდ პირამიდების მშენებლობა და ჩვენ უძველესი ცივილიზაცია ვართ. ძალიან კარგად აქვს ნათქვამი ერთ გენიოსს, რომ ქართველები ქრისტემდეც კი ქრისტიანები ვიყავითო. ამიტომაც არის ბუნებრივი ჩვენთვის ქრისტიანობა და ამიტომაც ვეწამეთ ქრისტესთან ერთად და ამიტომაც აღვზდექით როგორც ქრისტე და აღვზდგებით მარად როგორც ფერფლიდან ფენიქსი. იხარეთ და იმრავეთ, გაავრცელეთ ეს ვიდეო და ვიბრძოლოთ ქრისტეს ერთგულებისთვის და ქრისტესთან ერთად, ქრისტეს ხათად ყოფნის ბედნიერებისათვის.